ფინანსები, გრძნობები და ყველაფერი ერთად ვნახოთ ჯანმრთელობაც მოგესალმებით. ჩემო ძვირფასო გამომწერებო როგორ ხართ? გავაკეთოთ გაშლა ყველაფერი ერთად. პასუხები თქვენთვის. დავიწყოთ ჯანმრთელობით. ძლივს ამოვიღეთ. ძლივს ამოვიდა. ესე იგი ძალიან შეცვლილი ენერგეტიკა გაქვთ ჩემო მომხმარებლებო. თქვენი ორგანიზმი მიანიშნებდეს შესაძლოა უკვე იმას, რომ დაძაბულობა ზედმეტად დაგროვდა თქვენში, თქვენს ენერგოველში ვიღაცა გავამპირებდა, კარგად ხედავ. სტრესზე, ბევრი სტრესია. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. საკუთარი თავის აღდგენას. ძალიან დიდი სტრესის დონეა. დაგღალათ სტრესმა. გჭირდებათ ემოციური გადატვირთვა აუცილებლად და გჭირდებათ აი ასეთი რომ გახდეთ, გჭირდებათ სრულფასოვანი დასვენება ძვირფასებო. მიეცით საკუთარ თავს აღდგენის, დასვენების, კარგი ძილის საშუალება ელემენტალურად. მოსთხოვთ საკუთარ თავს შეუძლებელს. საუბრობთ ვამპირებთან. ფიქრობთ სხვებზე უფრო ვიდრე საკუთარ თავზე. ძალიან გადატვირთული ხართ, ძალიან დიდი სტრესის ფაზა. მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება. ფინანსებში გაქვთ მეგობრებო სიახლეები, აქაც ფინანსური სტრესების პრობლემების ფაზის შემდეგ, აქ რაღაცა ნეგატიური, ძალიან კარმული გაკვეთილი ნეგატიური დასრულდა, დამთავრდა. გაქვთ ახალი ფაზა ფინანსური და რა თქმა უნდა მთვარესთან ერთად, როგორც კი დაიწყებს მთვარე აქტიურობას, ბლოკები, რომელიც იყო თქვენს ფინანსებზე, ისეც კი განუდება. თუ გაქვთ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული, რომ გადადგათ მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯი, აუცილებლად შეაფასეთ ყველა დეტალი, მეგობრებო. თქვენს ფინანსურ არხებზეც ვიტყოდი, რომ თვალია. ბევრთან იქნება თვალი, ყველასთან არა, რა თქმა უნდა და ფინანსური არხი წლის ბოლომდე უფრო დადებითი, უფრო გახსნილი იქნება, უფრო კარგი ბარაქის ელემენტები ჩანს აქ და უფრო კარგი ბარაქის აქტიურობა ჩანს, ვიდრე თქვათ წლის დასაწყისში ან წლის შუა პერიოდში. დიდი ალბათობით გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები, დამატებითი შემოსავლები ან საინტერესო შეთავაზებები თქვენს ცხოვრებაში. მოდით ვნახოთ კიდევ ემოციები, გრძნობებიც. ემოციები, გრძნობები რა ხდება თქვენს პირადში. ვიტყვი, რომ პირველ რიგში
საკუთარ ემოციებს მოусმინეთ ყოველთვის მოусმინეთ საკუთარ ემოციებს. გულში ჯერ კიდევ გაქვთ ძალიან ბევრი უთქმელი სიტყვები, ძველი წყენა ვიღაცასთან, გაურკვევლობა, რომელიც ხელს უშლის თქვენს ურთიერთობის ჰარმონიულ განვითარებას, ან ელოდებით ისეთი ურთიერთობის განვითარებას, რომელიც შესაძლოა ძალიან დიდ კრიზისში ადამიანთან ვერ პოულობთ საერთო ენას, აქ რაღაცა უნდა შეცვალოთ, იცით, ან საერთოდ უნდა ასე ვთქვათ, წარსული გაუშვათ და თავიდან დაიწყოთ ეს ურთიერთობა, ვთქვათ, თავიდან ახალი ემოციებით, ან საერთოდ გაანულოთ და ცოტა ხანი ასე ვთქვათ, დაისვენოთ და საკუთარი თავისთვის იცხოვროთ, მეგობრებო. ეს წყენა, ყველაფერი წყენა, ნეგატივი გულიდან უნდა გაუშვათ. თუ გინდათ, რომ ვთქვათ, ურთიერთობაში ჰარმონია იყოს თქვენს ურთიერთობაში ყვებით, ამისათვის საჭიროა ყველაფერი გაანულოთ, შეხვიდეთ ტრანსფორმაციაში, თავიდან დაიწყოთ, ან აი ამ კრიზისიდან გამოხვიდეთ, ყველაფერი გაუშვათ, აპატიოთ, თქვათ, დაივიწყოთ, რაც შეგიძლია, რაც არ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა არა, და ახალი ეტაპიდან დაიწყოთ ეს თუ ის ურთიერთობა და მაშინ იქნება უფრო დიდი ჰარმონია თქვენს ურთიერთობაში ამ ადამიანთან. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, წარმატებები ყველას, შანსებს ვერ ხედავთ, რა თქმა უნდა, აქ შესაძლოა ახლა ფიქრობთ, რომ ვერ დაივიწყებთ, ან ვერ გაანულებთ იმას, რაზეც ჩვენ წეღავს საუბრობდით, მაგრამ მაშინ ამ ყველაფერს მოყვება ისე ძალიან დიდი პაუზები და საჭიროა, რა თქმა უნდა, გაანეიტრალოთ ის ნეგატივი, რაც იყო თქვენს ურთიერთობაზე. წარმატებები ჩვენ მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე ვალაიქებთ და ვწერთ კომენტარებს, გამოიწერეთ არხიც.